ბადრი ოყუჯავაა ჩვენთან ერთად საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევარი. ბადრი, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. იცით, დღევანდელი ამბები და მთელი ეს ატმოსფერო, რაც ქვეყანაშია შექმნილი, სწორედაც რომ ისეთი ადამიანის კომენტარს იმსახურებს და შეფასებას, რომელიც სწორედაც რომ საბჭოთა წარსულს იკვლევს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან გადაჯაჭვული არის და თითქოს ეს პრაქტიკები პირდაპირ აღებული არის სხვადასხვა ეტაპიდან საბჭოთა კავშირის, ხო, 20-იანი, 30-იანი და შემდგომიც, ხო, ეს მთელი თავისი ინტელიგენციის არსებობით და ასე შემდგომ. ამიტომ მე თავისთავად თქვენ როგორც მოქალაქეს, როგორც კვლევარს მინდა გკითხოთ, აი მზე ამაღლობელის საქმე, ნინო დათაშვილის საქმე, რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ და რა პრაქტიკის ნაწილია ის, არის თუ არის რაღაც ახალი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ყოველდღიურად დღიდან დღემდე რასაც ვუყურებთ და საუბრობთ ამაზე წერთ სოციალურ ქსელში თუ ასეთ ტიპის შეხვედრებზე თუ შიგნით რაღაც დახურულ აკადემიურ შეხვედრებზე სადაც საუბრობთ, ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ რაც დღეს ხდება, ეს ძალიან გავს და უფრო ემსგავსება იმას, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მაგრამ მე გარკვეული პერიოდის შემდეგ კრიტიკულად განვეწყვე ამ პოზიციის მიმართ. კი, ნამდვილად გავს ეს ყველაფერი იმას, რაც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა და ხშირად ვიმეორებდით ამას ადამიანები და ხშირად ვამბობთ ამას, რომ ეს ყველაფერი გავს ამას, მაგრამ აი ამ გამეორებაში და აი ამ საუბარში უბრალოდ აზრი დაკარგა კიდევ იმაზე აპელირებამ, რომ ეს ყველაფერი რაღაც საბჭოთა კავშირთან რაღაც იმაში. კი ბატონო, საბჭოთა პრაქტიკა არის ის, რასაც აქტივისტებს, რასაც ჟურნალისტებს უკეთებენ. მათ შორის ეს გამორჩეულად საზიზღარი პრაქტიკა არის ფსიქიატრიის გამოყენება ადამიანის დასჯის მიზნით და მთელი რეალური მაგალითები გვაქვს საბჭოთა პერიოდიდან, არ ვიცი, ბუკოვსკიდან დაწყებული ძალიან ბევრი წერალი თუ დისიდენტი ყოფილა აი ამ საბჭოთა ფსიქიატრიული მანქანის პოლიტიკურად გამოყენების მსხვერპლი და დღეს რომ ამას ხედავთ, ბუნებრივია რომ გვიჩნდება განცდა, რომ აი რაც ნაზი შამანაურს დამართეს, ისეთ რამეს უპირებენ, ისეთ რამე დამართონ დღესაც ადამიანებს. მაგრამ ეს არ არის საბჭოთა კავშირი და ქართული ოცნების ხელისუფლებას, რაც არ უნდა სცადოს მან, რომ თავი რაღაც უძლეველად და ყველაფრის მომცველად წარმოგვიდგინოს, არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ტერორის ის მასშტაბები შექმნას და ტერორის იმ მასშტაბებს მიაღწიოს, რა მასშტაბებიც ტერორს ჰქონდა საბჭოთა დროს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია პარალელებზე ვისაუბროთ და ძალიან ბევრი პარალელია. მათ შორის ახლა, როდესაც ვუყურებთ, როგორ დევნიან ყოფილ თანამდებობის პირებს სამთავრობო სტრუქტურებიდან და როგორ სთხოვენ მათ, არ ვიცი, გარედან ჩანს, რომ თითქოს რაღაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას სთხოვენ და არის ბევრი სხვა ვარიანტიც, რომ სხვა რაღაცებსაც სთხოვენ ამ ადამიანებს. აი ესეც ბევრ საერთოს პარალელს პოულობთ ამ პროცესებსა და წარსულში მოხდა პროცესებს შორის. ოღონდ აი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ფსიქიატრიის გამოყენებაზე, საბჭოთა კავშირის ჰქონდა ამ მხრივ რა ლოგიკაზე იდგა ასეთი გამოყენება, ხო? გვიან პერიოდში უკვე 60-იანი წლების მერე ზოგადად პოლიტიკური საქმეების რაოდენობა თუ ბევრი პოლიტიკური საქმე ყველა საერთოდ არ მიჩნეოდა კარგ ტონად. ანუ ეს ნიშნავს, რომ პარტიული მუშაობა იყო ჩავარდნილი და შესაბამისად ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა აიღო. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებია ესეთი პოლიტიკურად აღიარებული დისიდენტი უნდა ყოლოდათ. მათ შორის აი შიდა ცირკულაციის თვალსაზრისით. ფსიქიატრია იყო ამ მხრივ მათთვის გამოსავალი, რომ თქვათ, რომ ეს ხალხი პოლიტიკურად წინააღმდეგი კი არ არის, ეს ხალხი ავადარი. მათ შორის შიდა ეს სისტემა თავის შიგნით ასეხსნიდა იმ მინიმალურ წინააღმდეგობასაც კი რაც შეიძლება საზოგადოებისგან მათ შეხვედროდათ. ნუ ხმამაღალ წინააღმდეგობას გულისხმობთ. ამ შემთხვევაში სხვათა შორის ეს ლოგიკა ამ შემთხვევაში არ მუშაობს. ხო, ამ შემთხვევაში რეჟიმი აღიარებს, რომ მათ მოწინააღმდეგები ყავს, უბრალოდ მათ ნელ-ნელა ამარცხებს. და სხვათა შორის საინტერესოა რა გაგრძელება ექნება აი ამ ტიპის საქმეებს. მინდა რომ გკითხოთ ერთ მიმართულებაზე, რასაც ქვია შეთქმულების თეორიათა გამოყენება და პრაქტიკა ჩვენს დღევანდელ რეალობაში. ესეც ძალიან
წააგავს მის საბჭოთა ანალოგს. ხო, დღეს ჩვენ ნახეთ და მე სულ წინააღმდეგი ვარ, რომ ამბობთ, რომ ზაზა შათერიშვილის წერილი ნახეთ. ჩვენ ზაზა შათერიშვილის წერილებს არ ვკითხულობთ. ჩვენ ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის წერილებს. ეს მან ბევრჯერ აღიარა. თვითონ ივანიშვილმა თქვა, რომ ის აქცენტებს სვამს, რომ ეს მისი აი კარგად მოვიფიქრეთ და ეს გლობალური ომის პარტია. ანუ ეს თვითონ ის არის. რა უყურთ სხვადასხვა პირით მე ქვეყნდება ხოლმე მსგავსი წერილები და შათერიშვილის წერილში ჩვენ ვხედავთ სოფლიოს აღქმას საკმაოდ ფანტასმაგორიულს, მაგრამ ამავდროულად ძალიან საშიშს, ხო? თუ ამით იმართება ქვეყანა. თქვენ რა საბჭოებას გიტოვებთ აი ეს პროპაგანდის ეს ხაზი, გლობალური ხაზი. არა შიდა, არამედ სამყაროს აღქმის მიმართულება. ავტორიტარულ რეჟიმებს და უარეს ფორმაში ტოტალიტარულ რეჟიმებს აუცილებლად ჭირდებათ რაღაც იდეოლოგია. ქართულ ოცნებას ასეთი კაფიო იდეოლოგიური რაღაც მიმართულება არ აქვს და ცდილობს იპოვოს რაღაც დასაყრდენი. ეს დასაყრდენი არის აი ეს კონსპირაციული თეორია გლობალური ომის პარტიის და მისი ანალოგის deep state-ის შესახებ, ხომ? ბევრისთვის თითქოს საზოგადოების ბევრი წევრისთვის აი როდესაც ქუჩის გამოკითხვებს სოციალურ ქსელში ვაწყდები ხოლმე ადამიანები იცინიან ხოლმე რომ არ არსებობს ანუ არ მჯერა რომ გლობალური ომის პარტია არსებობს ამას ამბობენ არ მგონია რომ deep state-ი არსებობს თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ქართული ოცნება ძალიან კარგად იყენებს ამ ინსტრუმენტს და ეს მათი რაღაც know-how არ არის არც სხვა თანამედროვე რეჟიმების know-how არ არის კონსპირაციული თუ შეთქმულების თეორიების გამოყენება იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და შექმნან ეს მტრის ხატი რეჟიმებს ჭირდებათ და საბჭოთა პერიოდიდან ჩვენ შეგვიძლია არ ვიცი 30-იანი წლების ნებისმიერი პრესა ავიღოთ და პირველ გვერდზე ჩვენ ყოველთვის ვნახავთ თუ რაც მდგომარეობაშია დასავლეთი თუ როგორ კორუფციაში იხრჩობა რომელიღაც ევროპული სახელმწიფო თუ როგორ გამოდიან მუშები ლონდონში და როგორ აპროტესტებენ მათ შრომით უფლებებს და როგორი კარგი მდგომარეობა ამის საპირწონედ შიგნით საბჭოთა კავშირში. ანუ გაზეთის პირველივე გვერდზე ხდებოდა ეს საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა პროპაგანდა აი ამ სხვის დადანაშაულებას თავის უბედურებაში რომ 30-იან წლებში საჭმელი არის შოვება, სასმელი არის შოვება, ტანსაცმელი არის შოვება ამ ასეთ მდგომარეობაშია საბჭოთა ეკონომიკა და მთელი პრობლემა არის რაღაც სადღაც სხვაგან, არ ვიცი, ხუმრობა იყო, მე მგონი უკვე მოგვიანო პერიოდის საბჭოთა კავშირში რაღაც ნიკარაგუის პრობლემაზე საუბრობს საბჭოთა პროპაგანდა, როდესაც შიგნით ასეთი მდგომარეობა. ნუ სტრუქტურა ერთი და იგივეა, სტრუქტურა თანამედროვე პროპაგანდის და რასაც ქართული ოცნება ეწევა იმ პროპაგანდის და იმ პროპაგანდის რასაც ეწეოდა საბჭოთა კავშირი და შეთქმულების თეორიის ნაწილში რა კიდე ერთი რაღაც რაც შეგვიძლია ვთქვათ აი ეს და წინათაც მისაუბრია თქვენს ეთერში ამ შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით ეს უფრო ძველია ვიდრე საბჭოთა კავშირი და მოდის მეფის რუსეთის დროიდან როდესაც ოხრანკამ ანუ მათმა სპეციალურმა უსაფრთხოების სამსახურმა თუ KGB-ს რაღაც შთამომავალმა ორგანიზაციამ, ვისაც ევალებოდა შთამომავალი წინაპარმა ორგანიზაციამ, შექმნა შეთქმულების თეორია ებრაელთა წინააღმდეგ, რომელსაც საფუძვლად დაედო რაღაც უხუცეს ბრძენთა ოქმები, რომელიც პირდაპირ ხელიდან ხელში გადადის ყველა რეჟიმის პირობებში. მე ნაცდებაც გამოიყენეს ეგ. ყველა გამოიყენა ვის ანუ რაღაცნაირად ეს სისულელე ყველა რა თქმა უნდა და აი ეს დღევანდელი გლობალური ომის პარტიაც და deep state-იც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ იპოვოთ ის წიგნი, სადაც პირველად გაჟღერდა ეს და 2000 რომელი წელი იყო 3 წლის წინ პარლამენტშიც დაარიგდა ეს წიგნი და იქიდან არის ეს ყველაფერი ამოღებული. ალკოჩარის წიგნი არის ესეთი ქართველი შეთქმულების თეორიების დიდი მოყვარული. ხო, როცა თქვენ გაიხსენეთ საშათერიშვილმა ამას სხვა გასაკანი მისცა როგორც ჩანს და სხვა. სიონის ბრძენკასთან უქმებთან დაკავშირებით ერთი ნიშანდობლივი ნაწილი ის არის რომ
აღარ მახსოვს სად, მაგრამ სადღაც წამიკითხავს, რომ ნიკოლოზ მეორე თურმე დახვრეტამდე პრაქტიკულად იპატიევის სახლში თავის შვილებს უკითხავდა ამ სიონის ბრძენკაცთა უქმებს და ეუბნებოდა, რომ აი ესე გადაგვატრიალეს ჩვენო. ანუ ასეთ ტიპის შეთქმულებს ეგეთი ეფექტიც აქვს, რომ მე თავისთავად ვიცი შემოქმედებიც იჯერება. თვითონ ამ თემაზე კიდევ ერთხელ თუ არსებობს შესანიშნავი წიგნი უმბერტო ეკოს პრაღის სასაფლაო, რომელიც სწორედ მხატვრული აღწერა იმისა, როგორ დაიწერა ეს რო ვთქვათ სიონის ბრძენკაცთა უქმები და შესანიშნავი წიგნები, როგორც ყველაფერი სხვა, რაც უმბერტო ეკოსგან გვაქვს დარჩენილი. თუმცა მოდი რომ დავუბრუნდეთ ჩვენ მწარე რეალობას, ბადრი, და ამ პრაქტიკას. ახლა ჩვენ ასე ვხედავთ წულუკიანის კომისიის მუშაობას, ხო? და ეს მუშაობა არ შეეხება უბრალოდ თავისთავად თუ გადავალებთ თვალს ყველანაირი წესი და არ გვეს როგორც შეიძლება საგამოძიებო კომისია მიმუშაოს, მაგრამ ამას საერთოდ ჯერ თქვენს რომ იძიებენ წინა ხელისუფლების მუშაობას, ანუ 2004-დან რო დაიწყეს, მე გადაახდნენ უცებ და ომთან მივიდნენ, მე გადავიდნენ და საერთოდ წინა ხელისუფლების მე უცებ გახარეს გამოძიება დაიწყეს, ანუ თავისთავად განსაზღვრება იმისა, რა სიძებდა ეს კომისია, ძალიან სათუო იყო, რომ რამე გაგვეგო, მაგრამ როგორ უყურებ ამ ასეთ მცდელობას, ისტორიის გადაწერის მცდელობას და მეც ალბათ ვერაფერს ვერ დავარქმევთ ამას, ხო? აი კომისიის მუშაობაზე ამ რაღაც აბსურდული კომისიის თუ არალეგიტიმური კომისიის რა ვიცი როგორ უნდა დავარქვათ მუშაობაში ისტორიის გადაწერას რა წილი აქვს ამაზე ანუ მოყვებით ამ ლოგიკაში და ცხადია რომ ეს კომისია ამას ცდილობს ანუ ცდილობს ვარდების რევოლუცია როგორც მოვლენა რომელმაც საქართველოს ის ფორმა მისცა რა ფორმაც შემდეგ 2012-ში აი ამ ხელისუფლების ცვლილების მერე მოქმედმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაიბარა აი ის შეცვალოს ანუ ის საძირკველი მე მგონია რომ მთელი სამიზნე ამ პროცესის არის ზუსტად ვარდების რევოლუცია რომ ვარდების რევოლუციას რაღაც მათეული პოლიტიკური მათ გაგებაში პოლიტიკური შეფასება მისცენ და დისკრედიტაცია მოახდინონ ამ მოვლენის. ყველაზე ისეთი კაფიო მიზანი რაც ჩანს ეს არის რაც შეეხება ისტორიის გადაწერას აი ამ კომისიას გვერდზე რო გადავდოთ ცოტა ხანი და გავიაროთ ქუჩაში და უშუალოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში, სადაც მრავლად ჩნდებოდა გრაფიტები და კედელზე რაღაც გამოსახულებები 1918-21 წლების რაღაც გმირების გამოსახულებით ქალაქის დასუფთავების სამსახური შლიდა და ახლა გუშინ თუ გუშინ წინ ბიოტუალეტი დადგეს ნანწუხელიძის გრაფიტის წინ იგივე მერიამ გააკეთა ეს და აი ისტორიის წაშლა და მათ შორის აი ამ რაღაცა სამოქალაქო გამბედაობის თუ გმირობის ისტორიის წაშლა ხელწერა გახდა უკვე ქართული ოცნების და მათ შორის ეს კომისია სხვას არაფერს არ ემსახურება და დღეს გააკეთა მე მგონი რომელიღაცა წევრმა ამ კომისიის განცხადება რომ აი ჩვენი მიზანი ის კი არ არის რომ ვინმე დავსაჯოთ, რომ გაკვეთილი რომ გამოვიტანოთ აქედან ეს არის და რას ნიშნავს ის გაკვეთილის გამოტანა? გაკვეთილის გამოტანა ნიშნავს იმას, რომ შემდეგ უკვე ქართული ოცნების პროპაგანდა მუდმივად ატრიალოს რაღაც და აი ამ ანუ თვითონ შეუქმნან საფუძველი იმას, რასაც თვითონვე საუბრობენ. ეგ არის, რომ თავის ნათქვამს თვითონვე გაუწიონ ვალიდაცია. და ეს კომისიაც ამ მიზანს ემსახურება. და რა თქმა უნდა არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და თან საბჭოთა პერიოდში ძალიან ბევრი მაგალითია რა ესეთი რაღაცა პირველად ამ რა თქმა უნდა არც პირველად ამათ არ გაუკეთებიათ ესეთი რაღაც და როგორც ჩანს მარტო ჩვენ არ ვიკვლევთ საბჭოთა წარსულს ქართულ ოცნებაში ვიღაცების ხედან შეიძლება მათ დნმ-ში წუხდებთ ეს კიდე დნმ-შიც აქვს არ ვიცი ან ვიღაცა ზის და საბჭოთა ენას ამუშავებს და ზუსტად იმ მეტაფორებს იყენებს რასაც საბჭოთა პროპაგანდა იყენებდა ხო ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა მართლა უფრო შორსაც მიდის ვიდრე ბადრე კონცენტრაცია ვარდების რევოლუციაზეა, თუმცა რაც რო გადის ვარდების რევოლუციის ფასი კიდევ უფრო და უფრო იზრდება და იმ მიღწევებს რაც ვარდების რევოლუციას მოყვა, მაგრამ უფრო შორსაც მიდის, აი ქართველობის გადაწერაზე მიდის, აი რასაც ქართველი ნიშნავდა ამდენი საუკუნე, ხო? ჩვენ გავუნებთ რომ ეს ყველაფერი დამთავრებულია, ახლა დაგერ ტატამი და ოქტაგონი და აქ აწიეთ ქართული დროშა, სხვაგან არსად. და ეს არის ყველაზე რევოლუციური ცვლილება, რაც შეიძლება ქართულ იდენტობას დამართო, რაც ვინმეს გაუბედავს რომ დაემართა საერთოდ ამდენი საუკუნის განმავლობაში. მადლობა ძალიან დიდი ბადრი ოყუჯავა იყო ჩვენთან ერთად საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევარი დაგემშვიდობებით